დღეს ჩვენი სტუმრები არიან ლევან ჩუბეგაშვილი, ვახტანგ მოსაძე და ვახტანგ ქაშმაძე. დიდი მადლობა მათ. აქ მოსვლისთვის ეს ჰობი, ეს გატაცება, რასაც ისაუბრებენ ჩვენი სტუმრები, ხანდახან შეიცავს არა მხოლოდ სიცოცხლის და ჯანმრთელობის რისკს, რაც თავისთავად ასე არის და თქვენ ამის შესახებ გაიგებ, არამედ არც თუ ისე კომფორტულია ხანდახან საჯაროდ ყველაფერზე საუბარი. მე აკეთა თავში დაწყინოთ, ყველა ვიცით, რატომაც ვართ მოსული ველოდებით საინტერესო თემას, მაგრამ მინდა ერთი რამ ასე ვთქვათ წინასწარმოიც როის სიურპრიზი არ აღმოჩნდეს. ალბათ ძალიან დიდი ინტერესია განსაკუთრებით თქვათ საიდუმლო სტრატეგიული ობიექტების მიმართ. ჩვენ გასაგები მიზეზის გამო და ალბათ იმედია არავინ არ დავწრახავთ ამაში ვერ შევეხებით იმ თემას, რაც შეეხება სამხედრო ობიექტებს და რაც შეეხება მოქმედ მეტროპოლიტენს. პირველ რიგში მოგესალმებით, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აქ ვარ და ამდენ ხალხს გიყურებთ ამ თემით, თუმცა რამდენი ადამიანი ყოფილა დაინტერესებული, უკვე აღარ მეგონა. იმიტომ რომ ასე თუ ისე ეს თემა ბევრჯერ გავიარეთ უკვე და მეგონა რომ ხალხს ყველში ამოვიდა, მაგრამ თურმე ყველაფერი წინ ყოფილა. მოკლედ ძალიან დიდი მადლობა თქვენ რომ გვესტუმრეთ, ძალიან დიდი მადლობა ურბანული იდეების ლაბორატორიას და რა თქმა უნდა საკრებულოს რომ შანსი მოგცეს აქ გამოსულიყავი და თქვენთვის ეს პატარა ამბავი მოგვეყოლა. მოკლედ მე პირადად ხა ვილაპარაკებ ცოტა შედარებით გათელილი თემაზე, რომელზეც უკვე ბევრი მაქვს ვილაპარაკები. ჩემი მეგობრები უფრო საინტერესო რაღაცებს გელაპარაკებიან. მოკლედ მე ზოგადად უნდა ვილაპარაკო, ვინ არის დიგერი, რომელსაც საერთოდ რა არის დიგერობა რა. ხო, მოდით ამ თემას ცოტა მისტიური საუბარი ჩამოვხსნათ, რომ რაღაც მითოსი, ანუ ქართული მითოსი, თბილისური მითოსი, ან მითის ქვეშ ეძება დიგერებზე ცოტა გავაქარწყოთ. ნუ ზოგადად ვინ არის დიგერი, ხო? ეს არის ადამიანი, რომელიც იკვლევს ურბანულ მიწისქვეშეთს, არა გვერიოს ჩვენს მაინც და მაინც ისტორიულ მიწისქვეშეთში, რაღაც ისტორიულ გვირაბებში, კატაგომბებში არა. ეს არის თანამედროვე ურბანული მიწისქვეშეთის მკვლევარი ადამიანი, რომელიც ჩადის ის ადგილებში, ძირითადად რომელიც არის შედარებით დაკეტილი, სხვებისთვის მიუღწეველი, რთულად მისაგნები, ხშირ შემთხვევაში დაკეტილი და ნუ ხანდახან შეიძლება არალეგალურიც. მოკლედ მთავარი პრინციპი ეს არის ხო ჩვენი, რომ გვიზიდავს ზუსტად ის, რომ არის ეს ყველაფერი დაკეტილი და სხვისთვის მიუღწეველი. ესე იგი თვითონ ეს ტერმინი დიგერობა, როგორც მიხვდით ახლა ალბათ, ანუ ინგლისური ტერმინიდან არის თუ დიგიდან არის, თხრიდან წარმოებული. მაგრამ ანუ დასავლეთ კულტურებში ეს ტერმინი არაა მიღებული, ეს არის დამკვიდრებული რუსების მიერ. ერთი ვერსიით ეს ტერმინი დამკვიდრდა ერთ-ერთი ცნობილი, ძალიან ცნობილი რუსი დიგერის ვასილ მიხაილოვის მიერ დაახლოებით 2000-იანი წლების დასაწყისში. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დიგერი რუსეთში, რომელმაც იმდენ იქნა რომ საბოლოოდ მისი ორგანიზაცია ერთადერთი ლეგალური ორგანიზაცია დიგერული მსოფლიოში და მოსკოვში და მოსკოვის გარშემო ოპერირებენ და ეხმარებიან სახელმწიფოს რაღაც პრობლემების გადაწყვეტაში. ხო, ესე იგი, ნუ როგორც თქვი ეს პირველად დაიწყეს რუსეთში, სადღაც 80-იანების ბოლოს, საბჭოთა კავშირის დროს 80-იანების ბოლოს, შემდეგ დიდი გავრცელება პოვა ძალიან უკრაინაში, იმიტომ რომ იმათაც ძალიან ბევრი ობიექტები აქვთ, საბჭოთა და ნატოვარი. და ნუ ამის შემდეგ გავრცელდა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში და ცოტა-ცოტა აღმოსავლეთ ევროპაშიც. საქართველოში საშუალო დაახლოებით ეს უკვე ლეგალური დიგერობა, ესე ვთქვათ, ნაღდი დიგერობა დაახლოებით 2000-იან წლებში დაიწყო, თორე იქამდე ბევრი დიგერობდა ეს. ბევრი ჩადიოდა, ვიპარავდა ობიექტებიდან ჯარს, ასე შემდეგ 90-იანებში, როდესაც ქვეყანას არანაირი რესურსი არ გააჩნდა, რომ დაეცვა ასეთი ტიპის ობიექტები. ამიტომაც ესეთი ობიექტები ბევრი განადგურდება. ანუ ჩვენაირი დიგერები, კლასიკური დიგერების თაობა, როგორც მე ვიცი და ჩემი ინფორმაციით დაახლოებით 2000-იან წლებში გამოჩნდნენ პირველად თავიდან ინდივიდუალურად, შემდეგ ნელ-ნელა პატარა ჯგუფებად შეიქმნენ და ასე დაიწყეს, ასე ვთქვათ, ურბანული მიწისქვეშეთის კვლევა. ჩემი ჯგუფი და მე პირადად ჩავერთეთ დაახლოებით 6 წლის წინ ერთ-ერთ ფორუმზე გავიცნეთ ერთმანეთი, ესე ვთქვათ, ეს გამოცდილი დიგერები იქცევდნენ რაღაცებს, მაგრამ ჩვენ არ გვიკარებდნენ არაფრით, იმიტომ რომ
არაფერი არ ვიცოდით, მაგრამ იმდენი ვქენით ერთმანეთს დაუკავშირეთ ესე ვთქვათ ეს გამოუცდელი ხალხი, აგერ ერთ-ერთი ხო მე და ლევანი ვიყავით, ერთმანეთს ვერ შევხვდით, მე და ლევანი ჩავედით პირველად. ხო შეიძლება ლევანის დამსახურება იყო ეს ერთი ობიექტის კოორდინატი გაიგო, ეს იყო ჩვენი პირველი ობიექტი, ნუ შემდეგ გავიცანით ვახო, ლუკა, მოკლედ აქ არის ყველა. მოკლედ აქედან დაიწყო ჩვენი ესე ვთქვათ დიგერული მოგზაურობა და დღესაც გრძელდება. ხო, ახლა ალბათ იკითხავთ, რატო დავდივართ, ხო? ნუ ხო, ჩემი აზრით მთავარი არის ცნობის მოყვარე თუ არ ხარ ადამიანი, არ წახვალ ეს ადგილას. ეს არის მთავარი ცნობის მოყვარეობა. უნდა კლაუდეს რაღაც ცნობის ადგილი, ხომით რა ხდება, ხო? რაღაც ისეთი რაღაცა, რაც ნუ არავინ არ იცის რეალურად, რაღაც მით უმეტეს ეხა თანამედროვე ადამიანმა საერთოდ მივიწყებულია მათგან ეს ყველაფერი. ნუ მეორე ალბათ ის არის რომ მისტიკა, რა თქმა უნდა მისტიკა, როდესაც ჩადიხარ ისეთ ადგილას, სადაც შეიძლება ადამიანი 40 წელი არ ყოფილა და შეიძლება რაღაც ძალიან ისეთი რაღაცები მომხდარა იქ საბჭოთა კავშირის დროს, ან ვიღაც დაუხრეტია, თან რაღაც ბრძანება გაუჩეთ ისეთი რამაც იმოქმედა ზოგადად შემდეგ მომავალზე და განვითარებაზე. ეს ალბათ მისტიკა. ნუ და კიდე ერთი მთავარი ადრენალინი. თუ რისკი არ გიყვარს, თუ ცოტა ესეთი ტიპი ხარ, კომფორტ ზონას ვერ ცდები, რა თქმა უნდა, ნუ ეს სფერო არა მაშინ შენთვის, იმიტომ რომ ასე თუ ისე ბევრ საფრთხეს შეიცავს ეს სფერო, ნამდვილად ბევრ საფრთხეს შეიცავს. მაგრამ ზუსტად ესაა, მე პირადად ჩემთვის ეს არის მთავარი ადრენალინი, იმიტომ რომ ზოგადად რისკი ძალიან მიყვარს და ამიტომაც დავდივარ, ეს არის ჩემთვის პირველი. ხო, შემდეგი ალბათ ისეც არის რომ ყველა ადამიანს ესე ვფიქრობ, რომ რაღაც პირველობისკენ გააჩნია ტოლვა, რაღაც პირველმა გააკეთოს, პირველი ჩავიდეს, პირველი ავიდეს, აი, ნუ ძალიან ისეთი შედარება აღმატებით, მაგრამ ვთქვათ, ნუ ალპინისტი სადღაც რო ადის, ხო, ნუ იმისთვის ესაა ყველაფერი, რომ ის მიუღწეველია სხვისთვის, სხვა ვერ აკეთებს ამას, ნუ იმას შეუძლებს, ნუ რა თქმა უნდა, ალპინიზმი რაღაც საერთოდ სხვა სფეროა, ბევრად რთული და ასე შემდეგ, მაგრამ შეიძლება რომ რაღაც პატარა პარალელი ამასაც გავავლოთ რა. ხო, ხო, კიდე ის ნუ მე რადგან მიყვარს ისტორია ძალიან, ანუ ჩემთვის ძალიან ძვირფასია. მიუხედავად იმისა, რომ თითქოს იმ ეპოქას, საბჭოთა ეპოქას რაღაც ისე აღვქვამთ, რომ რაღაც არ იყო მთლად კარგი, ეს მაინც ჩვენი ისტორიაა. არა ამ რაღაცების დამალვა საჭირო, ეს ჩვენი ისტორია, ისე ჩვენი დანატოვარი და ასე თუ ისე ამასაც კვლევა და მოფრთხილება ჭირდება და მე ვფიქრობ, რომ ზუსტად საბჭოთა ისტორია, საბჭოთა საქართველოს ისტორია ყველაზე კარგად გაყინულია ასეთი ტიპის ობიექტებში. ნუ ახლა ნამყოფები რო იყოთ, კაცოდი ანუ მიხვდებოდეთ, იმიტომ რომ ეგ არის ნუ ზოგიერთ ობიექტზე უამრავი დოკუმენტაცია, ძველი ჩანაწერები, ძველი ისეთი ტექნიკა, რომელსაც უბრალოდ სახლში ვერ ნახავდით, ვერ არასდროს რადიო გადამცემები, ნუ ბევრი რაღაც წერილები და ასე შემდეგ, ხშირ შემთხვევაში ისეთი რაღაცები, რომელიც თქვათ რაც კრემლს უკავშირდებოდა, ის გავსი ტიპის ტექნიკა და ასე შემდეგ. ხო, ან კიდე ერთი რა ძალიან მნიშვნელოვანი მიზეზი კიდე არის ის, რომ ყველაფერი რეალურად ეს ყველაფერი ნადგურდება დროსთან ერთად, არა ეს ყველაფერი დაკონსერვებული, ყველაფერი არ მიტოვებული. და ჩვენ ვცდილობთ, რომ საზოგადოებას რაღაცით მაინც დაუტოვოთ ეს ინფორმაცია, გავაკეთოთ ერთგვარი არქივი, იმიტომ რომ დამერწმუნეთ ამ ობიექტების სრული უმრავლესობის შესახებ, სახელმწიფომაც კი არაფერი არ იცის ბევრი, მით უმეტეს მისი ფოტოები არ აქვს, შეიძლება 20-30 წელი საერთოდ არ იყოს იმ ობიექტის კურატორი შესული. და ჩვენ ვცდილობთ ყველანაირად, რომ ამ ვანდალებისგან, მეტეოროლოგიური პირობებისგან, იმიტომ რომ საკმაოდ ხშირია, რომ იტყორება ესეთი ობიექტები, ესეთი არტეფაქტები გადავარჩინოთ, გადავარჩინოთ რა, ფოტოები გადავიღოთ, რომ ჩვენი თავარი პრინციპია, რომ არაფერი არ მოგვაქვს იქიდან, არაფერი საერთოდ. ხანდახან სიმართლე რო თქვა, ეს პოლიტიკა საკმაოდ ცუდია და თვითონ ობიექტისთვისაც არ გამოდგა მთლად კარგი, იმიტომ რომ ჩვენ არ წამოვიღეთ, სახელმწიფომ რა თქმა უნდა არ წაიღოს, ამაგერად შევიდა ვიღაც ვანდალი, დააწვას ცეცხლიანთო გაანადგურა, მოკლედ ისე ვჯობდა, რომ ჩვენ ქონოდა, ჩვენ წამოგვიღო ისტორიას მან შემოვნახავდით, იმიტომ რომ ჩვენთვის ეს ასე თუ ისე და საზოგადოების ნორმალური ნაწილისთვის ვფიქრობ, რომ მსგავსი არტეფაქტები, მსგავსი დოკუმენტები არის ძალიან ძვირფასი და უნდა მოუფრთხილდეთ კიდეც, ასე ვფიქრობ მე. ხო, საფრთხეებიც ეს თემა რა თქმა უნდა საფრთხეებსაც შეიცავს და რაღაც
სპეციალურ უნარებს მოითხოვს, მე ვიძახი სერიოზულ დილგერობაზე და არა თქვა რაღაც უბრალო მიწისქვეშა თავდაცვითი ობიექტის ჩასვლაზე. ხშირ შემთხვევაში ამ საფრთხეებით ჩამოვთვალოთ, თქვა პირველი საფრთხე შეიძლება ჩასვლისთანავე ჩასვლამდეც კი იყოს მოსახლეობა, იმიტომ რომ მოსახლეობას ძალიან ხშირად გონია რომ ტერორიზმი აგვაფეთქებენ ასე შემდეგ რაღაც მითები. ამ დროს შეიძლება თვითონ პრობლემები შეგიქმნან, პოლიცია გამოგიძახონ საერთოდ უაზროდ, საბოლოოდ ეროვნებს ვერ გეტყვით, მაგრამ მაინც ეს ერთი. კიდე ერთი ალბათ დაკარგვა, როდესაც ცოტა გამოცდილება არ გაქვთ და რაღაც შეიძლება დაკარგვის გამო პანიკებში ჩავარდეთ და ეგაა ყველაზე ცუდი ვარიანტი. ამას უნდა მოვერიდოთ ყველაზე ხშირად შეიძლება ეს დაგემართოთ, მით უმეტეს კატაგომბური სტილის ობიექტებში ეს საკმაოდ ხშირია გამოვდილებს ემართებათ ხოლმე 1-3 თვის წინ მომიწია ორი პატარა თინეიჯერის გამოყვანა სულ შემთხვევით გავიარე ამ ადგილას ნურუსთავალზე ერთ ბევრს გეცოდინებათ ალბათ უბრალოდ შევიხედე და მთელი ჯგუფი ელოდებოდა თურმე იმათ გამოსვლას ეხლა ისეთი ობიექტი არ აწეს თუ ეხლა დაიკარგო, მაგრამ მაინც დაიკარგა. ხო, სიმაღლე. ძალიან ბევრ ობიექტზე გიწევს საკმაოდ ღრმა ვერტიკალური შახტების ჩასვლა. აქ გიწევს ზუსტად ის რაღაც იმ ტექნიკების გამოყენება, რაც ზემოთ ვახსენე, ანუ ალპინისტური რაღაც სკილები გჭირდება, ესე ვთქვა ცოტა. სადაც თოკის ხმარება უნდა იცოდე და ასე შემდეგ. სიმაღლე და მთავარი სიმაღლის შეშა უნდა გქონდეთ რა. ზოგი ისეთი ობიექტია, შეიძლება 60-70 მეტრი ვერტიკალური კიბის ჩავლა დაგჭირდეთ, რომელიც შეიძლება 30-40 წლის მიტოვებულია ეს ხის კიბე. მოკლედ სიმაღლეს არ უნდა გეშინოდეთ. წყალი ეს არის ყველა მტერი, ნებისმიერი მიწისქვეშა ობიექტის წყალი ანადგურებს ყველაფერს საერთოდ. წესით და რიგით ეს ყველა ობიექტები, უმრავლესობა მაინც უნდა იყოს ისეთ შალ კონსერვაციაზე, ანუ წყლის ამოტუმბა უნდა ხდებოდეს რა. ეს არის განსაკუთრებით ცოტა ღრმა ობიექტებზე საუბარი, მაგრამ რა თქმა უნდა, ეხლა უმეტეს არა ყველა, ანუ 100 ობიექტების 100%-ზე ეს სისტემა მოშლილია, სტუმბოები გატანილი, ანუ ძალიან ხშირია რომ წყალი გუბდება ესეთ ტიპის ობიექტებში. და შეიძლება იყოს ისეთი რაღაც ორმო რაღაც სადაც შეიძლება ჩავარდეთ და დაიხჭოთ კიდეც. ანუ არც ეგაა გამორიცხული. ხო, კიდე წყალს კიდე ერთი პრობლემა ახლავს ის რომ ისეთ ობიექტზე სადაც დენია მიყვანილი და არა თქვათ ის კაბელები რაღაც გადაჭრილი, შეიძლება კარგი გამტარი იყოს დენის და სულ ვერ მიხვდეთ ისე ჩაყო წყალში ფეხით და დენმა დაგატყათ ხილავით, ამიტომაც რეზინის შექმნებით ეგეთ ობიექტებზე აუცილებლად. ხო, გაჭედვა ძალიან ისეთი რაღაცაა, მგონი რომ ყველას მოგვსვილი ხო გაჭედვა. ხო, ასე თუ ისე. გაჭედვა ძალიან ხშირია ხოლმე, ანუ არის ხანდახან ისეთი ადგილები ძალიან ვიწრო, თუ კარგი მოხერხება არ გაქვს. ცოტა პატარა ტანის ახლა მე გამიმართლა მაგაში, რომ გაძვრე რა და ხალხშორის ყველაზე მეტად მე ამის მეშინია, ძალიან საშინელი დისკომფორტი, სადღაც რომ გაიჭედებით რაღაც სიმაღლეზე, ერთი ფეხი აქეთ, ერთი ფეხი იქით, მოკლედ სრული საშინელება. ხო, კიდე ჩანგრევა. ესე ძალიან მტკივნეული თემაა. ხშირია ხომ ესეთი შემთხვევები, რომ ასეთ ტიპის ობიექტებზე, განსაკუთრებით მშენებარე ობიექტებზე, როგორზეც მე ლევანი ილაპარაკებს, მეტროს მესამე ხაზს გულისხმობ. არის ხომ ისეთი რაღაცეები, ძველი მეტოვებული ხარაჩოები და მსგავსი რაღაცეები, თითქოს ერთ შეხედვით უნდა ენდო, მაგრამ ქონია სამივე შემთხვევა, რომ 5-6 მეტრიდანაც კი ჩავარდნილ ვართ, იმის გამო რომ ვერ გავთვალეთ რა ის რაღაც მისი სიძველე და ასე შემდეგ. ჩანგრევა ძალიან ხშირია, რომ ჩავგრევია, თქვა ხარაჩო ჩავგრევია ზოგან რაღაც პლატფორმა და ასე შემდეგ. ხო, ეხლა მოდი ვილაპარაკებ ზოგადად საზოგადოების დამოკიდებულებაზე ამ სფეროსთან. და მოდი მითოსის დავანგრიოთ რა. თავარი არ ვართ ჩვენ ტერორისტები, არაფერს არ ვაფუჭებთ. ესაა ყველაზე მთავარი. არა საჭირო პანიკის ატეხვა და რაღაცას გვიპირებენ და გვაევროპელებენ და შემდეგ მოკლედ არაფერს არ ვაფუჭებთ რა ჩვენ და ხო, კიდე არ დავიკარგებით, არაფერი არ მოგვივა, ეს ყველას გონია რომ შვილებო არ დაიკარგოთ რაღაც. არა, არ დავიკარგებით. ესე იგი რაღაცა ჩვენ აქ ჩავდერეთ, თქვენზე ბევრად მეტი ვიცით და თავიდან ჩვენ თავს დარწმუნებულები ვართ. ხო, ანუ არც ეგ არ გვემუქრება და კიდე მთავარი, სხვა საქმე არ გააქვთ. საქმე იმდენი გვაქვს, იმდენი რომ ბევრი რო ვერ წარმოიდგენს, მაგრამ ზუსტად
ამ სიყვარულის გამო ეს საქმე გვიყვარს, ყველაფერს ვახერხებთ და კვირაში ერთხელ მაინც, ნუ ეხლა უკვე იმიტომ მართლა ძალიან ბევრი საქმე გვაქვს. კვირაში ერთხელ ასე თუ ისე მაინც ვახერხებთ ასეთ გასვლებს. მოკლედ მოდი ხარამოთ ან რა შეიძლება რა სარგებლობა შეიძლება მოუტანოს ამ სფეროს საზოგადოებას რომ ზემოთ ვახსენე უკვე რომ ერთი ისა და ჩემზე მთავარი ეგაა თქვენთვის არ ვიცი მაგრამ ჩემთვის ეს ამ მთავარი რომ ისტორიას რეალურად ვინახავთ ჩვენ რა არქივს ვაკეთებთ ჩემთვის ესა ყველაზე მთავარი დარწმუნებული ვარ 10 წელიწადში არც ერთი ასეთი ტიპის ობიექტის პიროვანდელი სახე ნუ პიროვანდელი არც ეხლა შენარჩუნებული მაგრამ რაღაცეები შეიძლება აღადგინო არტეფაქტებისგან, აღარ იქნება დაკარგული იქნება 10 წელიც აღარ უნდა 5 წელიც ეყოფა მაგ საქმეს. ნუ ჩვენ ვართ ესე ვთქვათ, მემატიანეები, მე ესე ვთვლი, იმიტომ რომ ჩვენ ვიდეოსაც ვინახავთ, დეტალურ სურათებს ვინახავთ ძალიან მაღალი დონის, ტექსტური აღწერილობა, ნუ ყველანაირი მონაცემი სპეციფიკაცია ხშირ შემთხვევაში ამ კონკრეტული ობიექტის დოკუმენტაციაც კი და ასე შემდეგ ყველაფერი ჩვენ გვაქვს დასურათებული და აღრიცხული. ხო, კიდე ნუ ეს ძალიან არა სავარაუდო, მაგრამ თუ როდისმე რაღაც მოხდა და შეიძლება ამ ობიექტების თავისი დანიშნულებით გამოყენების საჭიროება დადგა, ის მაინც ვიცით სად არის. როცა ხალხმა ხარ იცი სად უნდა შეეფარონ. ღმერთმა რა ქნას და ალბათ არც მოხდება ესეთი რაღაც, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს მაინც ვიცით ჩვენ. ნუ შეიძლება კიდე დიგერები საზოგადოებას ոდის გამოადგნენ ერთი რაღაცას გავიხსენოთ, ისევ რუსეთში შევეხოთ, ესეთი შემთხვევა იყო, როდესაც ნორდოსტის ტერორისტული აქტი ალბათ ყველას გემახსოვრებათ, რომ ნახა ის როგორ დამთავრდა და რაღაც სხვა არის, მაგრამ ამ ზეღარო ვთქვით დიგერ სპასი რუსულმა დაჯგუფებამ, დიგერებისამ შეიყვანეს სპეცრაზმი ზუსტად მიწისქვეშეთიდან იმ შენობის როგორ დამთავრდა სხვა თემაა, მაგრამ მაგაში დაიხმარნენ ესე ვთქვათ ხო სახელმწიფოს მე შემდეგ ეს დაჯგუფება როგორც ვიცი მე მოსკოვის მერიის საერთო დაქვემდებარებაში გადავიდა ეს დიგერული დაჯგუფება. ანუ რუსეთში ზოგადად მაგ თემაზე პრობლემები აქვს დიდი დიგერებს იჭერენ ჩვენთან არალეგალურს არაფერს არ ვაკეთებთ კაცშვილი არ გვეხება საერთოდ. ხო, ну წესები, ეხა წესები ზოგადად ეს თემა არ მიყვარს ახლა, იმიტომ რომ წესებს ხშირად არც მე არ ვიცავ, მაგრამ მოდი მაინც გეტყვით რამეებს. ну თავარი წესი ჩემთვის რა არის რა ну ყოველთვის ვიღაცას მაინც ოღონდ ეს მართლა ვაკეთებ ამ წესს ყოველთვის რა მართლა ვიცავ რა ვიღაცას ყოველთვის ვაფრთხილებ სად ჩავდივარ ну ეს ჩემი იქნება ჩემი ძმა თუ ვინც იქნება მაგრამ ვიღაცამ ყოველთვის უნდა იცოდეს რა ამას ყოველთვის ვაკეთებ იმიტომ რომ მართლა ეხა ყოველთვის არის შანსი რომ რაღაც მოგივიდეს სისულელე რაღაც ძებნელი მაინც უნდა გყავდეს ეხა ისე რომ შევიდე საერთოდ ობიექტზე რომ კაცშვილმა არ იცოდეს თუნდაც 2-3 შეიძლება რომ რაღაც დაგემართოს იქიდან შენი გამოყვანი კაცშვილი აღარ არიციან სად უნდა გეძებო. всё. ყველა ობიექტს ვერ დაევლენ თბილისში 700-მდე ობიექტი არის ხა და 700-ს რაღაც არ დაევლის არა. ხო, ეს არის კიდე ერთი წესია, ანუ ჩვენი ჯგუფის წესი რა არის ხა მთავარი კიდე. წესი რა პრინციპი უფრო რა, ანუ არაფერი არ მოგოქ როგორც წეღამ თქვი, ყველაფერს წოტობთ როგორც დაგხვდა. ეს იმ გათვლით რომ ვიღაც შევიდეს ნორმალური და იმანაც ნახოს რა ჩვენ ნახეთ. ნუ ეს ძირითადად შემთხვევაში არ ხდება ხოლმე ასე და ჩვენს შემდეგ შესული ტიპი ან ცეცხლს ანთებს და ან ამტრევს და ან გამოვაქვს რაღაცა და შალხიზე ყიდის, მაგრამ ნუ ხშირ შემთხვევაში და ჩვენ ამ წესს უვიცავთ რა. თქვენს მოგიწოდებთ რომ დაიცვათ თუ ვინმე დაიწყებთ ამ სიარულს. ხო, ფანარი უნდა ვატაროთ კიდე რამდენიმე ხე ერთი ფანდის ამარა ნუ ეს თქვენ გეუნებით რომ პირადად ხანდახან ტელეფონის ფანრი დავდივარ ხა მაგრამ ზოგადად რა ნუ თუ ჭკვიანი ხარ ადამიანი ერთი ფანით იქ არ უნდა შეხვიდე შანსია რა ძალიან დიდი რისკია. უბრალოდ ჩაიქვევა ფანარი და всё რაღა უნდა ქნა. დარჩები და დარჩები. ხოხვით თუ გამოხვალ თუ იპოვე გზას სხვა შანსია რა. ხო, კიდე რა ამასაც ვიცავ ხოლმე ასე თუ ისე მარტო არ ჩადიო თითქმის არ სატაროს დროს. ნუ ერთხელ მარტო ნამყოფისიც არ უნდა ჩავსულიყავი, ორნი ყოველთვის ვარ თქუმე. ნუ ვიღაც თეორიებში სამნიც უნდა იყოს, ვაი და ერთს რაღაც მოუვიდეს, ორი წამოიყვანს, მაგრამ მაგის გამკეთებელი არ უნდა მაინც. ხო, ნუ ცოტა ზოგადი წესია, მაგრამ ობიექტებზე ვფრთხილობთ, იმიტომ რომ ზოგ ობიექტზე მართლა მომწამბავი რაღაცეები, ნუ ბევრი არაფერი, ხან არა ასბესტიც, ნუ ისეთი არაფერი არა, ნუ ზოგზე ასბესტია თქვა ყოფილა შემთხვევა, რომ ვერცხლის წყალი გვიპოვნია საკმაოდ ბლომად. და როგორც მოგიხსენებათ, დახურულ სივრცეში ვერცხლის წყლის ორთქლი არა ამთლად კარგი.
ხო, წესებს კიდე რა შეიძლება დავამატოთ, აბა დავფიქრდე. თუმცა მეტი ისეთი აღარაფერი ახლა უკვე აღარა წესებს დამატება საჭირო. ხო, განვითარება, ამბობენ რა შეიძლება გავაკეთოთ მომავლისთვის, ხო? თავარი გეგმა ამ შემთხვევაში პირადად ჩემი გუნდის არის და უკვე რომელსაც ვაბავთ თავს და მალე გავალთ ბოლოში, რომ ვაკეთებთ ურბანულ მუზეუმს, სადაც იქნება თავმოყრილი რომელიმე პატარა ბუნკერში ეს ყველანაირი არტეფაქტები, რაღაც ყველანაირი არტეფაქტები, ნივთები და ასე შემდეგ სხვადასხვა ბუნკერებიდან. ანუ და რაღაც მიზერული გადასახადი იქნება. ქართველები არ ვიცი ამდენ თვლიან, მაგრამ ზოგადად ევროპაში ეს ძალიან ისეთი კარგი მეთოდია მონეტიზაციის ფულის შოვნის, განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპაში, ჩეხეთში. ძალიან ბევრი ესეთი ტიპის ობიექტი არის გადაკეთებული მუზეუმად, აქვს პირვანდელი სახე აღდგენილი. ჩვენთან ეს ეგეთი არ შესაძლებელი, იმიტომ რომ არის ისეთი ბუნკერები, რომლებიც კონსერვაციაზეა და მართლა ხელი არ აქვს დაკარებული 90-იანებში. შეგვიძლია ესეთი ობიექტებიდან რაღაცები გადმოვიტანოთ სხვა ობიექტებში, რომელიც ცოტა ცენტრში მდებარეობს და შეიძლება რაღაც სახე მიეცეს. და ნუ სახელმწიფომ დამატებითი ფული თუ არა, ყოველ შემთხვევაში დოტაციაზე მაინც არ იქნება და თავის თავს შეინახავს ალბათ ესეთი ტიპის მუზეუმები. იმიტომ რომ რეალურად ტურისტებს აინტერესებთ, აი ტურისტებზე ისე ახლა რაღაც გამახსენდა, ამასაც ვახსენებ, რომ ძალიან ბევრი თხოვნა მოგდის ხოლმე უცხოელებისგან ძალიან რომ ხანდახან იქაური დიგერებისგანაც იქაური დიგერებთან ხშირი შეხება ან ხშირი კონტაქტი გვაქვს ესე ვთქვათ ჩვენ არ წავსულ ვარ ჯერ იმათთან მაგრამ ძალიან ბევრი ჩამოდიან ხოლმე ვანახებთ რაღაცებს ის ობიექტებს რომლის ნახვა შეიძლება იქაც დაპატიჟებულები ვართ მაგრამ პირადად მე სომხეთს ვერ გავწდი ჯერ სომხეთში ბევრი რამე მაქვს მეცნანახი სამაგეროთ აგერ უახოს აქვს ბევრი რაღაც ევროპაში ნახი საკმაოდ მგონი ლევანსაც აქვს რაღაცები ხო საქართველოს გარეთ ხო კი როგორც მახსოვს ხო ლევანსაც აქვს აი ლუკასაც მოკლედ ბევრს საქართველოს გარეთაც ხო მე ირანშიც მაქვს რაღაცები ნახევარ შორს ვონთ ეგეთ რამეს მივით აღარ გავრისკავ არ გიჩვენთ თუ ირანში ეგეთ რაღაც გააკეთოთ თქვენც ძალიან ცუდად მიიღებენ ხო ტურიზმზე ლაპარაკობთ ხო ტურიზმზე და ანუ ზუსტად ახლა ეგ გვინდა რომ რაღა ამხელა მოთხოვნა საკმაოდ ხშირად გვიკავშირდებიან ჩვენ გვერდზე რომ ფულსაც კი გვთავაზობენ რომ მოდი ექსკურსია გავუკეთეთ 20 კაციან ჯგუფს ჩამოგიყვან რაღაც ესეთი რაღაც რა თქმა უნდა არა ახლა იმიტომ რომ ახლა 20 კაცი ჩაიყვანოთ ამ ფული აიღო დასაჭერი საქმეა და ღირს იქნება დაგიჭირონ მაგრამ ამას თუ მიეცემა ნორმალური ორგანიზებული სახე და სახელმწიფოს მხრიდან იქნება ნება რეალურად რაღაც სპეციფიური ტურისტების ჯგუფს მიიღებს საქართველოს კიდე იმიტომ რომ ევროპაში ამერიკაში იმდენად არა ევროპაში ეს არის ძალიან პოპულარული ტურისტული არის ესე ვთქვათ მხარე ეს ზუსტად მithumetes საბჭოთა მემკვიდრეობა განსაკუთრებით აინტერესებს ამ ხალხს და რა ვიცი მე დიდი იმედი მაქვს რომ სახელმწიფო ყველანაირ გვერდში დაგვიდგება და ამ პატარა წამოწყება მართლა ამ პატარა წამოწყებაში დაგვიჭერს მხარს თუნდაც იმიტომ რომ ჩვენ ოპერტო ყველაფერი ჩვენი ხელით გავაკეთოთ უბრალოდ დაგვითმონ ერთ-ერთი რომელიმე ობიექტი ეხლა მოლაპარაკებების გავსი რაღაც უნდა დავიწყოთ და იმედია რომ ეს ყველაფერი გამოვა ხო ნუ რჩევები რა შეიძლება რომ მოგცეთ მთავარი რა კარგად შეაფასეთ თქვენი შესაძლებლობები იმიტომ რომ უკვე ბევრი მაგალითი ვიხილე რომ ეს პატარა ბავშვები ნუ თინეიჯერები რა უბრალოდ ნახავენ რაღაცან გაიგებენ ჩვენგან ან რაღაც ვიდეოში შემთხვევაში შესაძლოა ნახავენ ნუ შეძრებიან და ან რაღაც საფუჭებენ ან დაიკარგებიან ნუ საბოლოოდ მე ვიღაცი გამოსაყვანი ხდებიან ან უბრალოდ ჩარში ეხვევიან არ გინდათ ესეთი რაღაცეები ნუ ბავშვებს ეხება უფრო იმიტომ რომ ესეთი ბავშვები გვერდზე ჩვენს გვერდზე ალბათ კვირაში 10 ჯერ გვწერენ და რატო არ დაგვიყვანეთ და ასე შემდეგ ანუ არა ჩვენ თავარი პრინციპია თუ რამე გინდათ მიაგენით თქვენით ჩვენც ესე დავიწყეთ არა საჭირო რომ ყველა მიაროს და მონდომებული კაცი ყოველთვის რაღაცას იპოვის ჩვენც არავისაფერი არ უსწავლებია არც ჩვენ წინათაობისთვის არც იმათთვის ყველამ თავის აღმოაჩინა რაღაცა ასე თუ ძალიან გინდათ და გაინტერესებთ
თბილისი იმხელა და იმდენ რამე სინახავს ქვემოთ არ გაგიჭირდებათ პოვნა, მით უმეტეს იმდენ რამე გავეცით ჩვენ უკვე ინფორმაციის სახით უყურეთ ყველა გადაცემას, წაიკეთ ყველა სტატია და ერთი მინიმუმ 10 ობიექტს მაინც ამოიცნობთ, სადაც ჩასვლა შეგიძლიათ და იმ 10 ობიექტის მერე დაგაკავშირდეთ შეიძლება რაღაცად გითხრათ კიდეც. ან თქვენ ალღო ჩამოგიყალიბდებათ, რომელთაც უკვე თქვენთაც მიხვდებით, სად რა არის. მოგესალმებით. ესე იგი, ჩვენ თემების დანაწილებისას ესეთი რაღაცა მოვიფიქრეთ, რომ ზოგადად ახლა ისაუბრებდა დიგერებზე, ხოლო მე უფრო იყო იქ სხვადასხვა თემები რაც შემეძლო ამეღო, მაგრამ ვიფიქრე, რომ ზოგადად სამოქალაქო თავდაცვას შევხებოდი. და უკვე ბოლოში სულ კონკრეტულად ლევანი ისაუბრებს მეტროს მესამე ხაზზე. ახლა რაც შეეხება სამოქალაქო თავდაცვა, ერთ-ერთი ისეთი თემა არის, რომელზეც მუშაობს ნებისმიერი სახელმწიფო, გააჩნია თავისი სისტემა, როგორ ახორციელებს სამოქალაქო თავდაცვას და ასე შემდეგ. ესე იგი, ჩვენთან ეს ყველაფერი დაიწყო, ჩვენთან ეს ყველაფერი დაიწყო 1932 წელს, როდესაც საბჭოთა კავშირში ჩამოყალიბდა როგორც ასეთი აუცილებლობა სამოქალაქო თავდაცვის და ეს გულისხმობდა თავის თავში ისეთი ობიექტების აშენებას, რომელიც საჰაერო დაბომბვის დროს ხალხი შეაფარებდა თავს. თავიდან დაიწყო ჩვეულებრივი ასე ვთქვათ აკოპების გადახურვით, იხურებოდა უბრალოდ მორებით, მერე უკვე დაიწყო ნელ-ნელა განვითარება ამ ყველაფერმა და უკვე გადავიდა ნელ-ნელა ბეტონის კონსტრუქციაზეც და ნელ-ნელა მიეცა ამას ყველაფერს თავისი სახე. როდესაც დაიწყო უკვე ამ ყველაფრის განვითარება, უკვე 1940 წელს მიაღწია ამ სამოქალაქო თავდაცვამ იმხელა მასშტაბს, რომ გახდა საჭირო, რომ გაეკეთებინათ რეორგანიზაცია და უკვე ნელ-ნელა ეფიქრათ უფრო სერიოზულად მიდგომოდნენ ამ საკითხს და მიუერთეს ეს უკვე იმდროინდელ NKVD-ს და ეს უკვე იყო მათი ქვედანაყოფი იყო, ასე ვთქვათ, NKVD-ს და უკვე 1961 წელს იმხელა მასშტაბს მიაღწია, რომ როგორც ცალკე ორგანო ისე გამოვიდა და ხელმძღვანელის თანამდებობაც კი შეიქმნა, მაგრამ NKVD-საც გამოეყო და უკვე დაემქვემდებარა თავდაცვის სამინისტროს. და მშვიდობიანი პერიოდის დრო, როდესაც იყო, დაიწყეს მშენებლობა ობიექტების. ეხლა ამ წუთას თქვენ ხედავთ ჩაშენებული ტიპის თავშესაფარს, სულ არის ორი ტიპის, არის ჩაშენებული და არის ცალკე მდგომი. ანუ რას გულისხმობს ჩაშენებული? ჩაშენებული არის სავარაუდოდ რაიმე შენობის ან ქარხნის სარდაფში მდებარე და ეკონომიკურადაც საკმაოდ გამართლებული იყო ესეთი თავშესაფრების აშენება, რადგანაც დაუშვათ რაღაცა საწარმო იყო, რომელიც აწარმოებდა რაღაცა პროდუქტს, რომელიც საჭირო იყო ომიანობის პერიოდში. რო არ შეწყვეტილიყო ამ პროდუქტის წარმოება, შესაძლებელი იყო, რომ ჩაეტანათ ეს მთელი წარმოება თავშესაფარში. ეს არის ცალკე მდგომი ობიექტი, თავშესაფარი, რომელიც შესაძლებელია იყოს რაიმე მინდვრის ქვეშ, ან რაიმე ტყის ქვეშ და ალბათ მივხვდით, შენობა არ ადგას ზემოდან, ეგ განსხვავება არის. ამ თავშესაფრებში მშვიდობიან პერიოდში ხდებოდა სხვადასხვა ღონისძიებები, ასე ვთქვათ. მაგალითად, ძალიან ბევრ სკოლას აქვს თავშესაფარი, რომელიც ალბათ უფროს თაობას ახსოვს, რომ იქ როდესაც სკოლაში სწავლობდნენ, იქ ან რამე გაკვეთილი ტარდებოდა, ან უტარდებოდა სამოქალაქო თავდაცვის სპეციალური კურსები და ასე შემდეგ. ანუ ნებისმიერ ვარიანტში ეს გამოიყენებოდა. რაც შეეხება ცალკე მდგომ ობიექტებს,
აქ ცოტა რთულად იყო საქმე, ყოველთვის არ გამოიყენებოდა უმეტესწილად ესენი იყო როგორ დავარქვა, კონსერვაციაზეც ვერ ვიტყვი, მზადყოფნაში იყო ჩვეულებრივად, უბრალოდ ნაკლებად გამოიყენებოდა, იმიტომ რომ არ იყო რენტაბელური ამ იმების გამოყენება. ეხლა რაც შეეხება უშუალოდ თავშესაფარს. თავშესაფარი გადადის შემდეგზე. თავშესაფარი, რომ ან ზოგადად რა არის თავშესაფარი, ნებისმიერი სარდაფი იმის სახლის ქვეშ ეს არ არის თავშესაფარი, ან იმ კრიტერიუმებით, რომელსაც ანიჭებდნენ საბჭოთა კავშირის დროს. რომ მიიღო ამ რაღაც ობიექტს თავშესაფრის სტატუსი, უნდა დაეკმაყოფილებინა შემდეგი პირობები. უნდა ქონოდა 2 ან 2-ზე მეტი შესასვლელი, რაც დამოკიდებული იყო თვითონ თავშესაფრის ზომაზე. რატო 2 და 2-ზე მეტი? იმიტომ რომ დაბომბვის შემთხვევაში შეიძლებოდა რომ რაღაც ჩამონგრეულიყო ერთი შესასვლელი ჩაეხერგა და ხალხი ჩარჩებოდა შეინით. ამის გამო უკეთებდნენ 2 ან 2-ზე მეტ შესასვლელს. კიდე თვითონ წყობა თავშესაფარს ესეთი აქვს, რომ სანამ შევალთ, აქვს ეგრეთ წოდებული ტამბურები ორივე მხრიდან, რომელიც დაცული არის ჰერმეტული კარით. ეს ჰერმეტული კარი, როდესაც დაიკეტებოდა, უკვე არაფერი აღარ შემოდიოდა, ანუ არანაირი მოწამლული ჰაერის შემოსვლის შანსი აღარ იყო და ხალხი იყო დაცული უკვე ამ თავშესაფარში. აუცილებლად უნდა ქონოდა ავარიული გასასვლელი, რომელიც არის დაახლოებით აი ამ ტრიბუნის სიგანე და ამხელავე სიმაღლეში და ძირითად შემთხვევაში ეს გამოიყენებოდა როგორც სავენტილაციო შახტა. ეს არის ასე ვთქვათ, ესე დავარქმევდი მე თავშესაფრის ერთ-ერთი გამყიდველი ნიშნული, იმიტომ რომ როდესაც მიდიხარ ქალაქში, უცებ მიწიდან ამოჩრილი არის ეგეთი სავენტილაციო რაღაცა, ну იქ ატყობ უკვე რომ იმის ქვეშ რაღაცა არის. მაქედა ხვდებით ძირითად შემთხვევაში ჩვენ რომ მანდ რაღაცა არის. კიდე უნდა ქონოდა აუცილებლად ფილტრაციის სისტემა. ფილტრაციის სისტემა იყო საკმაოდ რთული მექანიზმი, რომელიც მუშაობდა 2 პრინციპით. პირველი, რომ შემოქონდა გარედან შემოტანილი, გარედან შემოქონდა ჰაერი, რომელსაც ფილტრავდა და უშვებდა თვითონ თავშესაფარში. და მეორე ქონდა, რომ იღებდა უკვე ამ გაფილტრულ თავშესაფრის ჰაერს და მეორედ ფილტრავდა და ატრიალებდა ისევ თავშესაფარში. ეს ფილტრაციის სისტემები როგორც წესი იყო ხელის როტორზე, ანუ ესე დასატრიალებელი ქონდა და შემოქონდა ჰაერი გარედან. აუცილებლად უნდა ქონოდა თავშესაფარს სასმელი წყლის აუზი და გათვლილი უნდა ყოფილიყო მინიმუმ 5 დღე, რომ შეძლებოდა ადამიანს იქ ყოფნა. სურათებზეც რამდენიმე სურათზე ჩანს ეს ამ წუთას გათიშული სურათები, მაგრამ ისე ჩანს სასმელი წყლის აუზები. უნდა ქონოდა სანიტარული წერტილები, როგორც აი საპირფარეშო და კიდე სხვადასხვა ეგეთი წერტილები. აქ საპირფარეშოსთან დაკავშირებით იყო 2 ვარიანტი, ქონოდა ან კანალიზაციის სისტემა, ან ცოტა უხეშად ჟღერს, მაგრამ აი როგორც სოფლის ჩეჩმებში არის ქვემოთ ამოღებული მიწა, ოღონდ კარგად მოწყობილი არის თავისებური სისტემით ეგეთი. და შემდეგ უკვე მოდის 2 ისეთი პუნქტი, რომელიც აუცილებელი არ არის რომ დაეკმაყოფილებინა, მაგრამ სასურველი იქნებოდა. ეს იქნებოდა კავშირგაბმულობა, რათა ქონოდა კავშირი ამ კონკრეტულ თავშესაფარს სამოქალაქო თავდაცვის საკომანდო პუნქტთან. და ასევე ავტონომიური ელექტროსადგური, ანუ ეს გულისხმობდა ძირითად შემთხვევაში ტრაქტორის ძრავებს გადაკეთებულ გენერატორებად. და ახლა რაც შეეხება თბილისში არსებულ თავშესაფრებს. მოკლედ ჩვენ მოვიარეთ თბილისში საკმაოდ ბევრი თავშესაფარი. მე გეტყვით რომ თბილისში არის 400-ზე მეტი თავშესაფარი მთელი თბილისის მასშტაბით.
ეს რიცხვი ჩვენ მოვიტანეთ იქიდან, რომ ერთ-ერთ თავშესაფარზე ჩვენ აღმოვაჩინეთ თვითონ თავშესაფრის პასპორტი, რა თქმა უნდა, ყველა თავშესაფარს გააჩნია საკუთარი პასპორტი, სადაც აღწერილი არის რა იყო ამ თავშესაფრის ბალანსზე, ვისი აშენებულია, რომელ წელს არის აშენებული, რამდენ ხალხს იტევდა, რომელ კლასს მიეკუთვნება და ასე შემდეგ. და ერთ-ერთი თავშესაფრის ნომერი იყო თუ არ ვცდები 496. აქედან გამოვიტანეთ დასკვნა, რომ უნდა იყოს 400-ზე მეტი, მაგრამ ასევე შეკუთა თავშესაფრები, რომელიც არის უკვე დემონტირებული, დანგრეული. ამ თემაზე ამ თავშესაფრების დემონტაჟი ალბათ ძალიან მარტივი არის, რადგან არავინ არ იცის ამის არსებობის შესახებ, უბრალოდ გაყიდიან მიწას და დაანგრევენ, არავის პრეტენზია არ აქვს, იმიტომ რომ არ იცოდნენ რეალურად იქ რა იყო. ხო, საქართველოში პირველი თავშესაფარი აშენდა 1932 წელს ერთ-ერთი სკოლის სარდაფში. უბრალოდ კი არ აშენდა, გადაკეთდა ის სარდაფი თავშესაფრად. იმაში თაცმინდაზე არის სკოლა და ჩვენ რო ვიყავით ამ თავშესაფარში სადღაც 3 წლის წინ, დღემდე კარგად არის შენახული. და თავისუფლად შესაძლებელი არის, რომ იქ კიდე ისე მოხდეს იმ თავშესაფრის გამოყენება თავისი ფუნქციით. ძალიან სამწუხარო ფაქტი არის, რომ არ ექცევა ამას ყურადღება და ეს თავშესაფრები ნადგურდება. ანუ კიდე 90-იან წლებში რაც იყო ოდნავ რკინის შემცველი, ყველაფერი არის გატანილი. ფილტრები არის მოხსნილი, გატანილი, კიდე როგორც აღნიშნე, ტამბურებს ორივე მხრიდან აქვს ჰერმეტული კარი, რომელსაც უბრალოდ ჭრიდნენ და მიქონათ ჯარში. აგერ კიდე ამასთანავ ვახო მომიყვა, რომ იყო ერთ-ერთ ობიექტზე, სადაც მე ბოლოს ვიყავი 8 თვის წინ თუ არ ვცდები და მითხრა, რომ იქაც მოჭრეს უკვე ჰერმეტული კარი და იქიდანაც გააქვთ. და მოკლედ ესეთი სიტუაციები არის, რომ მარტო 90-იანებში არ იძარცვებოდა, დღესაც იძარცვება და ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რატომაც ჩვენ არ ვახმაურებთ ამ ობიექტების ადგილმდებარეობას. იყო ერთ-ერთი თავშესაფარი, რომელიც ძალიან კარგად იყო შენახული. როგორ თქვა, უბრალოდ ჩადი და იცხოვრე, ისეთი იყო. და ძალიან დიდი ხანი მინდოდა ამ თავშესაფარში მოხვედრა, უბრალოდ ისე აიწყო, რომ ვერ მოხდი და რაღაც პერიოდის მერე რომ მივედი, უბრალოდ ვახომ რომ მიმეყვანა, პირი დაგშაღია. თუ რამე იყო, ყველაფერი იყო ჩამოყრილი, დამტროებული. იდგა ინდროინტელი ტელეფონის აპარატი, იქ რაღაცა მაგიდა, ყველაფერი იყო დამტროებული. არ ვიცი ეს რატო ხდება, მაგრამ რაც ვერ გააქვთ, იმას ამტროვენ და ტოვებენ ეგრე. კიდე ერთ-ერთი საკმაოდ დიდი ობიექტი იყო, რომელზეც ჩვენ დიდი ხანი ოცნებობდით მოხვედრას და სრულიად შემთხვევით მოვხვდით იქ პირველად და ძალიან ბევრი საინტერესო ძალიან ბევრი საინტერესო რაღაცა იყო ამ ობიექტზე და მე შემთხვევით აღმოვაჩინეთ სურათები ინტერნეტში, რომ რაღაცა ადამიანების კონკრეტული ჯგუფი იმ ობიექტზე მისულა, ასე ვთქვათ, უღლაბუცია და წამოვიდა. ჩვენ დაგვაინტერესა, რომ რა მოხდა ამ ადამიანების მერე იმ ბუნკერში. მივედით და იქაურობა ვეღარ ვიცანით. კედლები არის გაჭვარტლული, ვითომ ჩირაღნებით თამაშობდნენ და რეალურად კედლები არის გაჭვარტლული, ნაგავი არის მიმოფანტული, რა დასაწვავი იყო, თუ რამე იპოვეს, ყველაფერი დაწვეს. თუ რამე ძველი ტექნიკა იყო, ყველაფერი არის დამტროებული, რაც გატანადი იყო, გაიტანეს და მოკლედ ესეთი სიტუაცია არის სამწუხარო, მაგრამ რეალური. რაც უკვე ლევანს გადავცემ სიტყვას, რომელიც მეტროს მესამე ხაზზე ისაუბრებს კონკრეტულად. მოგესალმებით. ცოტა წუთში. მე გახლავთ ლევან ჩუბეკაშვილი, საბედნიეროდ მე ვეკუთვნი იდიგერების იმ თაობას, ვისაც წილად ხვდა ბედნიერება, რომ ენახა მეტროს მესამე ხაზის ძალიან ბევრი შახტა. სამწუხაროდ უმეტესობა დღეს მათგანი ან დამტრეული, ან დაკონსერვებული არის, რაზეც მოგვიანებით მოგახსენებთ დაზუსტებით. ორი სიტყვით, რაც შეეხება მეტროს მესამე ხაზს,
დარწმუნებული ვარ, რომ სულ ყველას გინახავთ ვაგონებში განსაკუთრებით ეხლა თითქმის აღარ არის დარჩენილი ეს ვაგონები, რომელსაც მოდერნიზაცია არ ჩაუტარდა. იყო გაგროვილი რუკა, სადაც ყოველთვის წარედ იყო მშენებარე სტატუსით აღწერილი სადგურების სია, რომელიც გრძელდებოდა ვაზის უბნამდე. ამისი ისტორია არის შემდეგი, ვინაიდან და რადგანაც თბილისში დადგა აუცილებლობა მეტროს ხაზის გაფართოებისა, იგეგმებოდა სხვადასხვა პროექტები, მათ შორის ვაკეში გაყვანა ბინისა, დიღომში გაყვანა ბინისა, ბინის მეთქი ბოდიში მეტროსი, რაღაც ბინები აშენდა ძალიან ბევრი დიღომში, ასევე თბილისის სამხედრო გზაზე, ეხლანდელ ტრასაზე, ხო და ესე საბოლოოდ პროექტმა მიიღო ესეთი სახე, რომ უნდა დაწყებულიყო მშენებლობა რუსთაველიდან და გაგრძელებულიყო ვაზის უბნამდე. მშენებლობა დაიწყო 80-იან წლებში, გეგმის მიხედვით უნდა დამთავრებულიყო 2000 წელს, ხოლო პირადად მე, ამ საქმიანობა დავიწყე მას შემდეგ, დიგერობა მას შემდეგ, რაც სრულიად შემთხვევით აღმოაჩინე ელიას მთაზე მეტროს მიტოვებული გვირაბი. წარმოედგინეთ თქვენ მიდიხართ ადგილას, სადაც ვერც კი წარმოედგინეთ, რომ იქ საერთოდ შეიძლება მეტროს რამე იყოს და ნახულობთ გვირაბს, უზარმაზარს, რომელიც შედის კლდეში ღრმად და არის წყლით სავსე. როგორც შემდგომ მოვიწვია ინფორმაცია, ეს იყო გადასარბენი ერთ-ერთი, გადასარბენი ქვია ორი სადგურის დამაკავშირებელ გვირაბს და ეს იყო კონკრეტულად ქვემოელია, ზემოელია სადგურის დამაკავშირებელი გვირაბი, რომელიც დააკონსერვეს და დღემდე წყლით არის სავსე, იქ შესვლა შეუძლებელია. მეტროს მშენებლობები, მეტროს კონსტრუქცია არის ყველაზე მასშტაბური ამ საქმიანობიდან, ხოლო რაც შეეხება ახლა კონკრეტულად პროექტს. დარწმუნებული ვარ, სულ ყველას რუსთაველის მეტროში შეგინიშნოთ კიბეები, რომელიც ადის და შედის შიგნით კლდეში, ზუსტად ეს უნდა ყოფილიყო ვაგზლის მსგავსად გადასასვლელი ახალ ხაზზე, ხოლო შემდეგ მოდიოდა რუსთაველი 2 სადგური, გრძელდებოდა მშენებლობა ზარბიუკენის მოედნამდე. ზარბიუკენის მოედანი უნდა ყოფილიყო მთელ თბილისში ერთადერთი იმ დროისთვის, რომელსაც ექნებოდა 4 ესკალატორი. შემდგომ მიდიოდა ეს გვირაბი სამების უკან, რომელსაც უნდა რქმეოდა ქვემოელია, შემდგომ გრძელდებოდა და ესეთ დასახლებაში ზემოელია, რომელსაც შემდეგში გადაარქვეს სახელწოდება და დაარქვეს მეტრომშენი და უნდა ყოფილიყო მთელ მსოფლიოში, იმ პერიოდის მსოფლიოში ერთადერთი სადგური, რომელიც იქნებოდა მეტრომშენების საპატივსაცემლოდ და შემდგომ თავდებოდა ვაზის უბნით. ეხლა ამ ეტაპზე ძალიან პატარა მშენებლობები არის დაწყებული, ძალიან პატარა ობიექტები გვაქვს დარჩენილი, ზოგიერთი ნაწილი დამტვრეული არის და საერთოდ განადგურებული არის. მათი თხრა ხდებოდა შემდეგი მეთოდით, ხდებოდა პირდაპირ მიწის დონეზე განლაგება ლიანდაგების და გაფორმების მეთოდით, ან ხდებოდა ვეებერთელა ვერტიკალური შახტის მშენებლობა და აქედან ლიფტის დახმარებით უნდა ამოეტანათ ნაწილ-ნაწილ ეს კლდის დანგრეული ქანები. ესე იგი რუსთაველის მეტრო რუსთაველი 2 ეს ეხლა ამ ეტაპზე ჯერჯერობით არის ყველაზე დიდი მასშტაბების და მოცულობით ყველაზე დიდი ობიექტი. სამწუხაროდ დღეს უკვე დაკონსერვებულია ეს ობიექტი, წლების წინ გამოიტანეს ესეთი გადაწყვეტილება მიიღეს, რომ ძალიან ძვირი უჯდებოდა საერთოდ ესეთი ობიექტების შენახვა. თბილისი დგას ძალიან რთულ გეოლოგიურად ძალიან რთულ ადგილას და ამ მეტროს მთავარი პრობლემა არის გრუნტის წყლები და როგორც თვითონ თანამშრომლობა მითხრეს, ყოველწლიურად თითო ობიექტიდან დაახლოებით 2 მილიონი უჯდებოდათ მხოლოდ წყლის ამოტვირთვა. და ხარჯების შემცირების მიზნით და რახანაც უკვე აღარ არსებობდა ამ მშენებლობის პერსპექტივა, აუცილებლობა შეექმნათ, რომ დაენგრიათ. კონკრეტულად რუსთაველი 2-ს რაც შეეხება, არის ერთი დიდი გვირაბი, რომელშიც გადიხართ 300 მეტრს და არის ესე იგი ძალიან დიდი ტბა დგას გრუნტისა, რომელზეც გჭირდება სპეციალურად აი გრძელი მეთევზის ჩექმებს რო ეძახიან, აუცილებლად მუხლზე ზემოთ, რომ უბრალოდ გაიარო იქ, თორე წინააღმდეგ შემთხვევაში არავის არ ურჩევ მიწის ქვეშ ეგეთ ტბაში სპეციალური დამცავების გარეშე წასვლას. ხოლო ყველაზე დიდი და ყველაზე საინტერესო ობიექტი ამ ხაზიდან არის 67 შახტა, რომელიც მდებარეობს ვაზის უბანში, მას უნდა დაეკავშირებინა ერთმანეთთან სადგური ვაზის უბანი და სადგური ზემოელია, იგივე მეტრომშენი. ესე იგი, ეს არის დაახლოებით 70 მეტრის სიღრმის ნაგებობა, უხეშად ვთქვი, მგონი 67-ია თუ არ ვცდები.
და წარმოიდგინეთ ესე იგი არის კიბეებისგან გაკეთებული 22 სართული, ლიფტი უბრალოდ ისეთ მდგომარეობაშია, რომ იქ ადამიანის დადგომა არ შეიძლება და წარმოიდგინეთ თქვენ ესეთ რთულად გეოლოგიურ ადგილას 22 სართული ხის კიბეებისგან და ხის სართულებისგან გაკეთებული ამხელა იმაში სიღრმეში არის სულ ტკიპი არიან ჩამპალი ან დასრულებული ან თავისით ჩანგრეული და რა თქმა უნდა იქ არის რაღაც ადგილები სადაც ფეხის დადება უკვე ფეხის დადებითაც შეიძლება ჩაანგრიო და თუ არ აქვს პარტნიორი გვერდით ან თუ არ აქვს შენ თვითონ დაზღვეული შენი თავი რაღაც საშუალებით შეიძლება რომ საერთოდ ჩახვიდე და ვეღარ ამხვიდე უკან. ანუ ესე იგი ეს რატომ დავამახსოვრდ ყველაზე მეტად ეს შახტა პირველი რომ ეს იყო ჩემი სერიოზულად დიდი ექსპედიცია ესეთ ობიექტში ხოლო შემდეგ ესე იგი როდესაც ბოლოში ჩავედი აი დამჩა უბრალოდ ისეთი დაბეჭდილება ისეთი გზნობა მქონდა ქვემოთ თითქოს ვიღაც მithვალთვალებს თითქოს ვიღაცა სუმუდმივად მოგდევს უკან ანუ თურმე როგორც შემდგომში გავიგე ეს წყლის წვეთების ხმა და აკუსტიკა შექმნით ქმნის ისეთ ილუზიას რომ აი ადამიანების ხმას სიტყვებსაც კი გაარჩევ იმ აკუსტიკისგან და ილუზიისგან ამის გარდა მეტროს ობიექტები მშენებარე არის ყველა მოცულობით საკმაოდ დიდი როდესაც შედიხარ შიგნით გიწევს ყველაზე ცოტა და ყველაზე კარგ ვარიანტში 3 საათი დარჩენა შიგნით ანუ შედიხარ სიგნალეში შედიხარ ტალახში როგორც წესი კედლები ჭერიანად არის სულსველი არის უკვე ალაგ-ალაგ ჩამონგრეული გიწევს ტალახში და წყალში სიარული არიჭერს ტელეფონი და მას შეიძლება გახვიდე გაიარო 1-200 მეტრი და სულ მოგეჩვენოს რომ აი ვიღაცამ გახსნა კარია გვირაბისა და ეხლა შემოვა და სადაც არის გეტყვის რომ აქ რა გინდა აქ რა საკეთებ გამოდი ხო და ანუ ეს მეტროს მესამე ხაზის გაგრძელება ეხაც აუცილებელი არის უბრალოდ შეწყდა მისი ღირებულებიდან გამომდინარე 93 წელს მეტროს მშენებლობა არის ყველაზე ძვირად ღირებული საქმიანობა კილომეტრი მეტროს მშენებლობა ჩდება 80 მილიონი დოლარი თუ არ ვცდები ისიც ყველაზე კარგ ვარიანტში თორემ უამრავი სიურპრიზი შეიძლება რომ გეოლოგიამ მოგიწყოს მიწის ქვეშ ხოლო შემდგომ ესე იგი ვაზრის უბანში მეტროს გაყვანის შემდეგ რომელიც დამთავრდებოდა 2000 წელს შემდეგ აუცილებლად გაგრძელდებოდა მშენებლობა წავიდოდა ვაკეში ვაკიდან გადავიდოდა დიდიღომში და ბოლოს დამთავრდებოდა მაშინდელი საჯერინო ანუ ეხანდელი თბილისის სამხედრო გზა მეტროს ესე იგი ანუ შესწავლა შენობა ნაგებობებისა მისი მიტოვებული არის ესე იგი ყველაზე მასშტაბური როგორც თქვი და როგორც წესი ყველაზე საინტერესო მომხმარებლებისთვის როგორც ჩემი აქტივობებიდან როგორც აქტიურობიდან მამშნი Facebook-ის გვერდზე ყველაზე მეტი მოთხოვნა და აქტიურობა სწორედ ამ გვერდს ამ ალბომებს აქვს ხოლო რაც შეეხება სხვა მხრივ ანუ მათი გამოყენება უბრალოდ არ ვიცი რა შეიძლება რომ გამოიყენო ერთადერთი რომ უნდა გაგრძელდეს მშენებლობა და ეს დღევანდელ თბილისში უკვე არის ამის აუცილებლობა რომ ისეთი უბანი თუნდაც როგორც ვარის უბანია აუცილებლად იყოს მეტროს სადგური ეს რაც შეეხება მეტროს მესამე ხაზს ხოლო ყველაზე ექსტრემალური ისე სხვა სფეროებს რო დაუბრუნდეთ დიგერებისთვის და გავრცელებული მთელ სოფლიოში ეს არის კოლექტორების კვლევა ესე იგი კოლექტორი არის იგივე წყლის არხი რომელიც გადის მიწის ქვეშ მას ან აქვს ესეთი ფუნქცია რომ უნდა გაატაროს ქალაქში შემოსული მდინარე ან უნდა მოახდინოს ამ კანალიზაციის გატარება და რაღაც კონკრეტული მიმართულებით გაშვება ამ წყლისა თბილისისთვის ეს არის აუცილებლად შესასწავლელი და გასახილველი საკითხი. მე მაგერადად ნამყოფი ვარ 4 კოლექტორში, მინდა გითხრათ, რომ აი ეს რაღაცა დაუვიწყარი გამოცდილება არის. ანუ წარმოიდგინეთ თქვენ, რომ შედიხარ სპეციალური შექმნებით, გარდა იმისა, რომ ხარ მიწის ქვეშ, ხარ ესე იგი ისეთ ადგილას, რომ ნებისმიერ დროს შეიძლება ფეხი ჩაგეფლოს და ერთ ადგილას ჩავეფლე კიდეც ისე, რომ ვეღარ ამოვედი და ანუ აი აუცილებლად გინდა კარგი ფსიქოლოგიური მომზადება. რომ წარმოიდგინეთ ახლა თქვენ რომ შედიხართ და სადღაც დაახლოებით 100-200 მეტრი შეიძლება ისე გაიაროთ ვერტში ამჩნიოთ და შუა გვირაბში რომ გაიაზროთ სად გახართ საერთოდ რამხელა სართულზე ხართ შიგნით ჩასული და აი რამხელა მასა წყლის ამოედინება და რაც ყველაზე მთავარი არის კოლექტორებში ასეც აუცილებლად ვაფრთხილებს უყველას უცებ რომ დაიწყოს წვიმა წყლის ძალა და წყლის მოცულობა ძალიან მატულობს და იქიდან ამოსვლა არის შეუძლებელი თბილისში შეეხება ყველაზე დიდი კოლექტორი არის მდინარე ვერეს კოლექტორი
რომელიც ძალიან პრობლემური არის და ასევე მინდა აღვნიშნო, არ ვიცი ბევრს ახსოვს თუ არა, 2012 წელს იყო ვერასგავსი ტრაგედია თბილისში, ორთაჭალაში კერძოდ, არის ესეთი მდინარე დუქნის ხევი, რომელიც კოლექტორმაც ვერ შეძლო გატარება წყლის მასისა და გარშემოყოფი ისინი კორპუსები და მოსახლეობა დააზარალა. ისე რომ ეს კოლექტორი როგორც აღვნიშნე, არის თითოეული ქალაქისთვის აუცილებლად გამოსაკვლევი ადგილი. მაგალითის მოყვანა შემიძლია ერთ ძალიან კარგი, მოსკოვს, როდესაც სანამ კომუნისტები მოვიდოდნენ, მოსკოვი მიიჩნეოდა ერთ-ერთ ყველაზე რთულ ქალაქად და რთულ საცხოვრებლად, ერთ-ერთი მიზეზის გამო. ჰქონდა ძალიან ბევრი მდინარე, არ ქონდა საერთოდ კოლექტორები და წელიწადში რამდენჯერმე თითქმის ორჯერ რეგულარულად სულ იტბორებოდა. და კომუნისტების მოსვლის შემდეგ ეს 25,000 კაციანი სამუშაო ძალა, დათვისებული მოსახლეობა გამოიყენეს, ააშენეს ძალიან ბევრი კოლექტორი და უკვე ამ მომენტიდან მოყოლებული მოსკოვი უკვე საბოლოოდ გამაგრდა როგორც დედაქალაქი, თორემ ისტორიიდან ჩვენივე ვიცით ჩვენ რომ პეტერბურგი არანაკლები პოლიტიკური მნიშვნელობისა იყო. ზუსტად იგივე სიტუაცია არის ნიუ-იორკში, ყველაზე ცნობილი დიგერი მსოფლიოში არის სტივ დანკანი, რომელიც არის დაინტერესებული ძირითადად კოლექტორების შესწავლით და თქვენ შეგიძლიათ მისი ვიდეოები YouTube-ზე იხილოთ. ნიუ-იორკშიც დაახლოებით იგივე სიტუაცია ჰქონდა და მან ესე იგი იპოვნა 5 სრულიად და აბსოლუტურად ახალი მდინარე, რომელიც არსებობის შესახებ არც ერთმა ნიუ-იორკის მერმა არ იცოდა და საერთოდ ვისაც ეს ისტორია ნიუ-იორკის აინტერესებდა, რომელიც იყო უკვე ისტორიაში ჩაბარებული და ესეთი საშიშროების მიუხედავად იყო დალუქული და აღარ წარმოადგენს რეალურად არაფერ საშიშროებას. ისე რომ ჩემ მხრიდან მოგახსენეთ ორი ყველაზე საინტერესო და ყველაზე ექსტრემალური მიმართულება დიგერობისა. დიდი მადლობა ყველას ყურადღებისთვის და თუ რამე შეკითხვები გაქვთ, სადღაც უპასუხო. ძალიან დიდი მადლობა. ჩვენ მოსამართლებს მეგონი საინტერესო თემა იყო. მიუხედავად იმისა, რომ რაღაცებს ვერ და აღშევეხეთ დასაგები მიზეზების გამო. ალბათ შეკითხვები გაქვთ. ჩვენ შეგვიძლია გარკვეული დრო დავუთმოთ შეკითხვებს, დისკუსიას. ჩემი თხოვნა იქნება შემდეგ ფორმატში, ავწიოთ ხელი და სამი შეკითხვა, სამი ადამიანი შეკითხვის შემდეგ პასუხებს ხსენებელი, სამი შეკითხვა. შეგიძლიათ ლაჟერზე სადგური რა მდგომარეობაში იყო, სანამ აქამდე მივიდოდა, იმიტომ რომ თვითონ კილომეტრის მშენებლობა მზდება $80,000-მდე. მილიონ დოლარამდე. თუ ის არ დასაშენებელი, მაინც რა მდგომარეობაში იყო ის მეტროპოლიტენი, რომელიც ახლა შედგება. ეს მიტოვებული, დაკონსერვებული ადგილია, ხშირ შემთხვევაში ჩამონგრეული შესასვლელით, ჩამონგრეული აბსოლუტურად ყველაფრით და რა ვიცი, თუ ან არის ღია და ნებისმიერი ადამიანისთვის იყო ოდიში თავის დროზე ნებისმიერი სუვერენიტეტის ღია, ან მივდიოდით ყავდათ ყველა იმას რა ქვია, ობიექტს თავისი პატრონი, ველაპარაკებდით იმას და სურათები იყო თუ არა არ ვიცი, შეგეძლოთ რომ შესულიყავი და დაგვეთვალიერებინა ისე რომ აფხრივ არ ქონია არაფერი პრობლემა ხოლმე. თქვენ შეკითხვას რაც შეეხება მეტროსადგურის სახელმწიფო უნივერსიტეტის მშენებლობა შეწყდა 90-იან წლებში და 85% იყო გაკეთებული და მიტოვებული. ესე იგი წარმოიდგინეთ რასთან გვაქვს ამ დონის მშენებლობა იყო და 80 მილიონი ჯდება თითქმის იმისი აღდგენა და რეაბილიტაცია. მაგიტომ დაიწყო და უბრალოდ მაგიტომ თავდება საბურთალოს ხაეშენებლობა, რომ მაგდონეზე იყო, თორე წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ გაიყვანა ფიზიკურად. თუ არსებობს საზოგადო შენობებთან, საცხოვრებლებთან, ეს კოლექტზე რო ხდება, უფრო სხვად რო ლაპარაკობთ, ასენსო აქვს ორი გასასვლელი. რასთან კავშირში შესაფრები ასევე არის ძალიან ბევრი კორპუსების ქვეშ და როგორც წესი არის შესასვლელი ორი სადარბაზოდან. ან აქვს კიდე ასე ვთქვათ ტექნიკური გვირავი, რომელიც გადადის მესამე სადარბაზოსთან. ან შეიძლება ქონდეს გარედანაც შემოსვლა. გათვლა იმაზეც იყო, რომ კორპუსების ქვეშ ხალხი ჩასულიყო. ასევე საწარმოების ქარხნების ქვეშაც იყო ესენი, თუ ობიექტი არ იყო ცალკე მდგომი და იყო ჩაშენებული, მაშინ ნებისმიერ ვარიანტში ეს იყო რაღაც შენობასთან დაკავშირებული, სადაც ეგრევე შედიოდა მოსახლეობა
იქ მაცხოვრებელი ან იქ მომუშავე პერსონალი. ამათობა ხოლმე და ზოგადად ინფორმაცია გვაქვს და იგივე ყველაზე რო არის სამი ექვსი ნომერი სკოლები 6 აქცევად ანუ ამასთან კავშირი რა არის ანუ იგოროყას 6-ზე ანუ მოგახსენეთ მაგას დაზუსტებით წლების წინ ფორუმზე გამოჩნდა ერთი ადამიანი რომელმაც წამოწია თბილისის პენტოგრამაზე თემა და ანუ ეს ყველაფერი თუ რამე უწერია იქ აქვს ანუ არაუდის დონეზე თავისით ნავარაუდები თვითონ მითხაროთ 14 წლის ვიყავი რომ ისქენდა ანუ ვიცნობ ის იმ ადამიანი ყავს Facebook-ზე და ეცინება უკვე რო ახსენდება თავის საქციელი და იმის შემდეგ დაიწერა ძალიან ბევრი ინტერნეტ სტატია, გაკეთდა ძალიან ბევრი გადაცემა და აი აბსოლუტურად ერთ-ერთი თუ რამე იყო ნათქვამი იყო ამ თემიდან. ისე ფორუმჭიზე შეგიძლიათ შეხვიდეთ თბილისის განყოფილებაში და ამოვაგდოთ ესეთი თემა თბილისის პენტოგრამა და ანუ ბინგოროყვაზე კონკრეტულად მაგ საფუძველზე რომელსაც გეკითხულობთ სკოლაზე. მაგის ქვემოთ ამ თავშესაფარი და გვირაბი არაფერი არ არის. მაგრამ ის რომ ანუ ქალაქის ცენტრში შეიძლება იყოს რაღაც გვირაბი, ეს უკვე ცდება ჩვენს დღევანდელ თემას, სადაც უბრალოდ არ ვისაუბრებთ. რამდენი დიდი დაწესებულება შეუძლია ამ გვირაბებში? ანუ თეორიაში სანამ კარგად გამოვიკვლევდი ამ ობიექტებს, მეგონა რომ ყველაფერი ძალიან მაგარი ხარისხიანი ნაშენები იყო რა, ისე როგორც თითქოს საბჭოთა კავშირი შეეფერებოდა, მაგრამ რეალობა ეს არაა. ჩემი აზრით და არა მარტო ჩემი აზრით, ობიექტების უმრავლესობა ეს სამოქალაქო თავდაცვას თუ შევეხებით, თქვა საავადმყოფოების ბუნკერები, სკოლის ბუნკერები, კორპუსების ქვეშ მდებარე ბუნკერები, სრული უმრავლესობა უბრალოდ შენდებოდა იმისთვის, რომ აშენებულიყო და არა იმისთვის, რომ თავის ფუნქცია ქონოდა. არის ბუნკერები, რომლებიც საერთოდ მიწის ზემოთ არის აშენებული და თქვათ რომ გარაჟი რო ააშენო და მერე მიწა მიაყარო. ძალიან ბევრი ესეთი ბუნკერი არის, უბრალოდ იმისთვის, რომ ალბათ რაღაც გეგმა შეესრულებინათ, როგორც ის დრო მოითხოვდა. თქვათ, მე ასევე ეჭვმეპარება, რომ რომელიმე სკოლის ბუნკერს გაეძლო რამენაირი დარტყმისთვის მაინც გარდა კალაშნიკოვის ჯერისა ალბათ. იმიტომ რომ ისინიც რეალურად არ იყო მიწის ქვემოთ, უბრალოდ შენობის სარდაფი, ანუ რეალურად ჩვეულებრივი სარდაფი, რომელსაც აღჭურავ რაღაც ჰერმეტული კარით და ფაერის ფილტრებით, რეალურად არაა თავდაცვითი ფუნქციონალური ობიექტი, მე ესე ვფიქრობ. ну, თუმცა ეს რაღაც ნაწილს ეხება, მაგრამ თბილისში არის ისეთი ობიექტები, რომელიც მართლა თავის ფუნქციით აშენებულა, თქვათ, ეხლა ყველას გეცოდინებათ რა რუსთაველის მეტროს გვერდზე მდებარე ის მართლა ბევრ რამეს გაუძლებდა, იმიტომ რომ თუნდაც იმ ხელა კლდე აქვს ზემოდან, ისე დაშენებული თუ მდებარე, რომ ბევრ რამეს გაუძლებდა ესეთი ობიექტები მრავლად არის, მაგრამ როგორც აღნიშნე, სამოქალაქო თავდაცვა, სადაც უბრალო ხალხი უნდა ჩასულიყო, ჩემი აზრით და ობიექტური აზრით, ფაქტიურად უფუნქციო იყო ძალიან დიდი ნაწილი რა. დღევანდელ დღეს დადგა ამის საჭიროება, რომ გამოვიყენოთ ეს სამოქალაქო თავდაცვის მიზნით. არის ისეთ მდგომარეობაში რომ გამოვიყენებთ თუ ვერ? ანუ ეგ ცოტა როგორი სიტუაცია იცით? ეგ ყველაფერი რაც აშენებული არის, ხო ეს თავშესაფრები და თავდაცვითი ობიექტები. ეს ყველაფერი ააშენა იმ მთავრობამ, რომელიც დღესდღეობით ჩვენ გვერდჩის. ხო და ყველაფერი რაც აგვიშენეს, მთელი ეს გეგმები იმათ აქვთ. და პირადად ჩემი გადმოსახედიდან დიდ აუცილებლობას აღარ წარმოადგენს, რომ კონკრეტულად იმ ადგილას შეაფარო თავი. იმიტაციაც კი არ არის. თუმცა სულ არაფერს კი ჯობია, მაგრამ დიდ ვერაფერს ვერ გიშველით ეგ. ინტერესებულები იყვნენ ან თუ არიან სახელმწიფო სტრუქტურები თქვენ შესახებ იციან თუ არა, აი თუნდაც ეს ნორდოსტის თემა რო ახსენეთ, ანუ დაკავშირებიან თუ არა ჩვენი სახელმწიფო სტრუქტურებიდან ვინმე, ანუ თქვენი არსებობის შესახებ იციან თუ არ იციან. პირდაპირ მოსულიყო და ეთქვა მე ამ ადამ ორგანოდან ვარ და მაინტერესებს ესა და ის კონკრეტულად, ეგეთი რაღაცა არ ყოფილა, მაგრამ ჩვენ მაგ ხალხს ვეძახით ძივით ნაშთებს. ოთა რო იწყებს ლაპარაკს უკვე რატომაც მაგ ხალხს ყველას ერთნაირი ლექსიკა აქვს და ძალიან მალე იწვევენ თავს და ეგრევე ხვდებით რომ ეგ არის. ანუ ისეთ თემაზე არ დაკავშირებიან, რომ აი დაგვეხმარეთ და რაღაცა გვანახეთ. თქვენ ამათ ძებნელი იყო ისო, მაგრამ აი თქვენთვის პირადად ძებნის პროცესი იმავე იყო რა, ანუ
ქალაქში დადიოდით და ათვალიერებდით ობიექტებს თუ ვერ გავიგე ვინ იპოვეს? არა, მე ანუ როგორი იყო წესის პროცესი? სიმართლე რო თქვა ეს ყველაფერი თავიდან სუსუსუსუ თავიდან საიდან დავიწყე აღარ მახსოვს, მაგრამ ნელ-ნელა რო იმას ვქენი რა ქვია, ანუ რო მივხვდი უკვე როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს ობიექტი, ხო? ეხლა უბრალოდ მაგას აქვს თავისი ლოგიკა, ეხლა ლოგიკის გარეშე არ შენდებოდა არაფერი და ან დაახლოებით ეხლა მე ვხვდები რა შენობას შეიძლება ქონდეს, ან რა შენობის გვერდზე შეიძლება ეს იყოს. ეს ყველაფერი მოდის გამოცდილებით. და კიდე როგორც ერთხელ აღვნიშნე, ძირითადი მიწისქვეშა ობიექტის გამყიდველი არის სავენტილაციო შახტა. ხო, ანუ სულ თავიდან როცა გამოცდილება არ გაქვს, ყველაზე ნაღდია რომ ჩემთვის ამან იმუშავა. ყველამ ვიცით Wikimapia, რომელზეც სხვადასხვა რაღაცები არის დატანილი, ოღონდ მართლა არ ვიცი ვის მიერ, ანუ არის რაღაც ობიექტები დატანილი საბჭოთა კავშირის დროინდელი, ალბათ შეიძლება თვითონ რაღაც რუსების დატანილი არავინ არ იცის. Wikimapia მიმუშავა, უცხოური რესურსებიც კი მუშაობს, ანუ არის რაღაცები, სადაც წერია საქართველოს შესახებ, ამ საძიებო სისტემებში შეგიძლიათ ნახოთ, ისევ ძირითადად რუსულ ენაზე. ასევე ისევ ქართული ფორუმები და ისევ სხვების გამოცდილებაც შეიძლება რაღაცაში გამოგადგეთ, search-ეთ, ფორუმებზე ნახეთ. ახლა არქივში ვერაფერს ვერ იპოვეთ, ტყუილია და ყველაზე კარგია გამოკითხვა, უბრალოდ გაიგე რომ ვიღაცის ბაბუა რაღაცაზე მუშაობდა, ესაა ყველაზე კარგი მეთოდი, ოღონდ ამას არის ძალიან დიდი მინუსი. იმდენ მიც გაიგებ და იმდენ განწახვალ ტყუილად რომ ვერ წარმოიდგენ. ანუ იმდენ სისულელეს გეტყვიან რომ ეს ბაბუო ჩემი ნამყოფია მაგ საშენებული პარლამენტში გადის ეს გვირაბი, მიხვალ საერთოდ არაფერი. სარდაფია ვიღაცას მურაბები უდევს. ხო და ესაა რა მთავარი პრინციპები ჩამოგითვალე კოშმა ვახომ უკვე ყველაფერი ჩამოთვალა კიდე ვიზუალური მახასიათებლები რომ საჰაერო, თუმცა საჰაეროს ყველგან ვერ ნახავთ, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში საჰაერო შენობის შიგნითაც არის ხოლმე. უბრალოდ საჰაეროს გარეთ ვერ ნახავთ, შენობის შიგნით ჩაშენებული საჰაეროებია. ეხა ეს ერთ-ერთი მახასიათებელი, და რა თქმა უნდა, ეხა უფუნქციოდ, თქვა რაღაც მინდორში, ველზე არაფერი არ იქნება აშენებული, ხო? რაღაც ფუნქცია ქონდა, ან გვერდზე ქარხანა იყო, ან საავადმყოფო, ან რაღაც მსგავსი. აქედან გამომდინარე უნდა გამოხვიდეთ. ესეთი ობიექტები იყო სკოლები, ზოგი საბავშვო ბაღიც კი, საავადმყოფოები, ქარხნებს ქონდა საერთოდ. და რა თქმა უნდა სახელმწიფო შენობები, მაგრამ იქ ვერ ჩახვალთ ვერასდროს, დავიწყეთ, არც ფიქრობთ მაგაზე შემდეგ კითხვა. თქვენ ახსენეთ, რომ სადაც გადიყავთ მიწისქვეშა ობიექტებში ხელუხლებლად ტოვებთ და არ მოგაქვთ ხელსაყრელი, იმიტომ რომ ესეც ყოველდღე. მაშინ როგორ ხაპირებთ მუზეუმის გაკეთებას, როგორ გამოვიდეთ ამასოს? ალბათ ფოტოარქივით. ჩვენ ამ ყველაფრის წამოღება კი გვინდა, მაგრამ შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული ნებართვის შემდეგ. Მოგვიყვება ისე არ მოგაქვთ, თქვა, შემდეგ რო აზიარებენ მსხვერპლით შედიან, თქვა და შემდეგ იკრევა ეს მითები და ამსხობი შეიძლება არც იყოს, უბრალოდ რა ასეული იყოს და ვიღაცა ვინც არ იცის, ნოთ გამეწოს და დაუწყოს, როგორც ხდება ხოლმე და ამით შეიძლება წამოიღოს და დაიცა. ანუ ჩვენც ისე ვართ, რომ არ გვინდა რომ რამე მოვიპაროთ, ჩვენ ქურდები არ ვართ. ანუ კი გასაგებია მესმის რომ ეს არა ქვია რაღაცა მხრივ გასაგებია რომ ჩვენ ამ ნივთებს თუ წამოვიღებთ კი დავიცავთ, მაგრამ ისე გამენტერესებს ისე ვიცი ვის მიერაც იყო შექმნილი, ჩვენ მიერ არ იყო შექმნილი და მალევე წაშალეს, იმიტომ რომ ჩვენგან მიიღეს შენიშვნა. ჩვენ არ ვაპირებდა უბრალოდ ის ვინც შექმნა ეგ ივენთი გამოუცდელი ხალხი იყო და მიყავდა ხალხი ისეთ ობიექტზე, სადაც შეიძლებოდა ხალხი შექმნოდა პრობლემა და ამის გამო, უსაფრთხოების მიზნის გამო ჩვენ ურჩიეთ, რომ ეს ივენთი არ ჩაეტარებინათ და გაეღვიათ. ოკამში გავაკეთეთ ერთი ივენთი, იქ არის უზარმაზარი მიწისქვეშა მიტოვებული რადიობაზა.
ცოტა რთული არის ისეთ ობიექტზე აიღო 20-30 კაცი პასუხისმგებლობა, სადაც შეიძლება ან იატაკი ჩავარდეს და ან ჭერიდან ბეტონი ჩამოვარდეს და თქვენ ახსენეთ სომხეთის ობიექტებიც რა და აი ვთქვათ საქართველოს ობიექტები რომ სომხეთის ობიექტები შევადაროთ რაღაც ერთი ხელწერა აღინიშნება თუ რაღაც ფაქტორებიც არის განსხვავებული ის თვითონ ვიზუალურად ან სტრუქტურულად ან რაღაცა როგორ არის განსხვავებები თუ ერთი სცენარი იყო ვთქვათ საბჭოთა კავშირის დროს ორივე ქვეყანაზე საბჭოთა კავშირის დროს აშენებულ თავდაცვითი ობიექტებს შორის განსხვავება იყო სამშენებლო ტრესტის ნომერი. თანაჩენ ყველაფერი ერთი და იგივე. როგორი ის მოსკოვში არის, ისეთივე არის კიევში, თბილისში, მინსკში და ასე შემდეგ. ძირითადად კი, ანუ ერთი განსხვავება. დღევანდელი მდგომარეობა. ანუ ხო, ჩვენი არაფერი არ არის. მდგომარეობა დღევანდელი ხო ჩვენ გაძარცვულია, იქ ნაკლებად გაძარცვულია და ასე შემდეგ. რუსეთში მთლად კარგად არის შენ.